ირაკლი კობახიძემ, კახა კალაძემ, შალვა პაპუაშვილმა და თინათინ რუხაძემ თბილისში დღეს ერეკლე მეორის მონუმენტი გახსნეს. ძეგლი ისნის რაიონში კახეთის გზატკეცილზე მდებარე ეგრეთ წოდებულ სამგორის პარკში განთავსდა. ღონისძიებაზე ოცნების წევრები მიანიშნებდნენ, რომ მათი პარტიისა და ერეკლე მეორის პოლიტიკა მსგავსია. პაპუაშვილის თქმით, საქართველოს უპირველეს ყოვლისა ეს არის ის, რის გარეშეც ხელისუფლებას ხალხი ვერ შეიყვარებს, მტერს ანგარიშს ვერ გაუწევს და ისტორია არ დააფასებს. რა თქმა უნდა, საუბარი ზედმეტია იმაზე, თუ რამხელა წვლილი აქვს შეტანილი ერეკლე მეორის ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში. ერთ-ერთ რამეს ვიტყვი, რომ სწორედ ერეკლე მეორის დამსახურება ის, რომ დღეს ჩვენ ქვეყანას შენარჩუნებული აქვს თავისი ეროვნული და რელიგიური იდენტობა. სწორედ ერეკლე მეორის სიბრძნემ მოგცა ჩვენ ამის შეასრულება და ამისათვის, რა თქმა უნდა, ჩვენ განსაკუთრებული პატივი უნდა მივაგოთ ჩვენს გამორჩეულ მეფეს და დღევანდელი დღე სწორედ ამის გამოხატულებაა. დღევანდელი ძეგლის საზეიმო გახსნა სიმბოლურია იმდენად, რამდენადაც დღეს, ისევე როგორც 300 წლის წინ, ქართველი ხალხის მთავარი ეროვნული ამოცანა, მიზანი და სულისკვეთება ქვეყნის თავისუფლება და გაერთიანება. ქართველი ერის ამ ისტორიულ მისიაში ერეკლე მეფე უნდა იყოს მაგალითიც და შთაგონებაც, რომ ბოლომდე მივიყვანოთ მის მიერ დაწყებული საერთო ეროვნული საქმე. მეფე ერეკლე არის სიმბოლო ნამდვილი საქართველოსი, იმ საქართველოსი, რომლის მართლსაც ერთადერთი ინტერესი უნდა ამოძრავებდეს. საკუთარი ერი, საკუთარი სახელმწიფო, საკუთარი რწმენა. საქართველოს უპირველეს ყოვლისა. ამ ეროვნული ინტერესის ერთგულების გარეშე ვერ იმმართველებს ხელისუფალი, ვერ შეიყვარებს ხალხი, ანგარიშს არ გაუწევს მტერი და არ დააფასებს ისტორია.